Საღამოშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ორშაბათია, პირდაპირ ეთერშია პროგრამა ერთი ერთზე, მე თქვენი მონამორჩილი გიორგი ჟორჟოლიანი. დღევანდელი გადაცემის ნომარია მამა ბასილ კალავიშვილი. დღევანდელი საუბრის თემა საკმაოდ მრავალმხრივი, მრავალწახნაგოვანი იქნება, რამე თუ ძალიან ბევრი სატკივარი დაგროვდა და საუბარი სასულიერო პირთან, რომელიც გარკვეულ ეტაპზე დაუნდობლად ებრძოდა ყოველივე იმ უკეთურობას, რომელიც მოიწევდა ჩვენი ქვეყნისაკენ, რომელმაც გადმოლახა ქვეყნის სამანები და შემოიჭრა. მხედველობაში მაქვს ის სექტანტური მოძრაობები, რომლებიც საქართველოში აგრერიგად ფესვგადგმულია და სწორედ მასთან ჭიდილში და დღესაც აგრძელებთ მამო ამ ბრძოლას ალბათ ამ თემებზე საუბარი ძალიან ნიშანდობლივი და აუცილებელია. და მაინც როგორ აფასებთ დღევანდელ სიტუაციას საქართველოში? სახელით მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ამინ. მინდა მივესალმო საქართველოში ცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, აგრეთვე საზღვარგარეთ, რომლებიც დევნილობაში იმყოფებიან და მეც თქვენი მონამორჩილი 12 წელია დევნილობაში ვიმყოფები და უყურებ ჩემ მეტყრულ საქართველოს, როგორ იღუპება, როგორ გვეცლება ხელიდან მართლმადიდებლობა. წლების განმავლობაში ფარხმალი არ დამიყრია იმისათვის, რომ რამენაირად შემენელებინა ბრძოლა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის. სამწუხაროდ გარეშე თუ შინაური მტერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოგვისპოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება. ამისათვის საჭიროდ ჩავთვალე მე, რომ 1995 წელს განუვდექი საქართველოს საპატრიარქოს დავემორჩილე საბერძნეთის ჭეშმარიტ ძველი სტილის კალენდრის მიმდევრებს და ასე დავიწყე ბრძოლა საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის. უყურებდი 1990-იან 11 წლებში, როგორც შემოდიოდა საქართველოში დიდი ნაკადი, განსაკუთრებით იაღოველთა სექტების, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ კრიმინალურ სექტად და მე რა თქმა უნდა არ მქონდა იმის უფლება, რომ პირში წყალი ჩამეყენებინა და შორიდან მეყურებინა თუ როგორ იბირებდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს იაღოველთა სექტის წარმომადგენლები, რომლებსაც არ სწამთ ჯვარი, ხატი, აღდგომა, მისვალებულთა სული, ამაღლება, ღვთისმშობლობა, წმინდა გიორგობა, ისინი ყველაფერს უარყოფენ, რაც ეროვნულია, რაც ქართულია, რაც დაწესებულია უფლისაგან. ჩვენ ხო ვიცით, რომ უფალი რისთვის მოვიდა, როგორ მოხდა მისი შობა 2000 წლის წინათ. ის მოგოლინა როგორც პატარა ქორფა ბავშვი. შემდეგ 33 წლისა, როდესაც შეიქმნა უფალი იესო ქრისტე და ზეცად ამავდა დღესაც გვიყურებს თუ რას ვაკეთებ მთელ მსოფლიოში ხალხი, მან ხო დაგვიტოვა ჩვენ სახარება. მოციქულები ხომ გამოირჩია და მოციქულებმა ეპისტოლეები დაგვიტოვეს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. მე ვწუხვარ ძალიან, რომ ქართველი ერი ოდითგან ღვთისრჩეული ერი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეული ერი განუდგა მართლმადიდებლობას და თავისუფლად აძლევენ იაღოველთა და სხვადასხვა კრიმინალურ სექტებს, რომლებიც დადიან ქუჩაში, ბინაში, ვიგინებენ მართლმადიდებლობა, ჯვარს, ხაზს, ყოველივე საეკლესიო დღესასწაულებს და ამაზე ქართველი ერი გაჩუმებულია და ხმას არ იღებს. მამამ, ჩვენი გადაცემა სტილი იცით ძირფასული მაყურებლებო, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე მიმდინარეობს გადაცემა და როდესაც საუბრობდით სტუდიაში, მე ძალიან დავინტერესდი საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულებით თქვენს მიმართ. ჩემთვის ცნობილია, რომ მათი მხრიდან რამდენიმეჯერ იყო მცდელობა თქვენ დაბრუნებოდით ისევ ქართულ
საპატრიარქოში და რამდენადაც ვიცი შეხვედრაც ჰქონდათ პატრიარქთან. ჩემი მოთხოვნა იყო თავიდან, როდესაც განვდექი საქართველოს საპატრიარქოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაეტოვებინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ყურადღება მიექცია იმ დროისათვის, როდესაც იაღოველთა სექტა საქართველოში შემოდიოდა და ძალიან დიდი სისწრაფით მრავლდებოდა. სამწუხაროდ, როდესაც ტარდებოდა მცხეთა-თბილისის საეკლესიო კრებები, იქ თითქმის ყოველთვის გამოდიოდი სიტყვით და მოუწოდებდი, რომ სხვა მღვდლებსაც ამოეღოთ ხმა. სამწუხაროდ ჩემი არ შეისმინეს და ფაქტი სახეზეა, რომ დღეს როგორ გამრავლდნენ იაღოველთა სექტები, ჩვენ მაშინვე უნდა აღდგომოვდით წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია ამ სექტებისათვის, სხვა მღვდლებსაც უნდა დაეჭირათ მხარი. სამწუხაროდ საპატრიარქოსაგან მე ეს დახმარება ვერ მივიღე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მართლმადიდებელი მღვდელი ვებრძოდი ამ კრიმინალურ სექტებს. რა თქმა უნდა, ამით მე შევაჩერე ისინი, რომ არ გამრავლებულიყვნენ საქართველოში და ხალხმაც გაიგო თუ სინამდვილეში ვინ იყვნენ ისინი, ვინაიდან ისინიც რაღაც მართლმადიდებლობად ასაღებდნენ თავს და განსაკუთრებით სოფლებში, რაიონებში ვერ ხვდებოდნენ თუ ვინ იყვნენ ეს იაღოველთა სექტის წარმომადგენლები. გადიოდა წლები, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს უნდოდა რომ ასეთი მებრძოლი მღვდელი ყოლიყო თავის წიაღში, მაგრამ მე რატომღაც წინააღმდეგი ვიყავი იმისათვის, რომ ჯერ საქართველოს ეკლესიას უნდა დაეტოვებინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. სინამდვილეში ეს გააკეთა 1997 წელს და მაგრამ სამწუხაროდ ისინი კვლავ აგრძელებდნენ ლოცვას მათთან ერთად. აგრეთვე არ ექცეოდა ყურადღება იმ სექტებს, რომლებიც მრავლდებოდნენ საქართველოში და იზოლებული ვიყავი, რომ დამოუკიდებლობლად მებრძოლა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის. იცით, რომ თითქმის 5 წელი ციხეში გამატარებინეს მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის და ციხეშიც იყო ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა და აგრეთვე ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ციხიდან არ გამოსულიყავი. როგორც ხედავთ, მე მაინც გამოვედი ციხიდან და კვლავ გავაგრძელე ეკლესიების მშენებლობა. მე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ავაშენე რამდენიმე ეკლესია და დღესაც ვაგრძელებ ამ ეკლესიის მშენებლობას. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვლოცულობ და ვიბრძვი ამ კრიმინალური სექტების წინააღმდეგ. მართალია ესე ფიზიკურად აღარ ვებრძვი, მაგრამ პრესით, ტელევიზიით ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ქართველმა ერმა გაიგოს, რომ არსებობს ერთ-ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელიც სარწმუნოება მას გადაარჩინა ჩვენიერი წარსული საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კაცრად დავიცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოება. მინდა მიულოცო საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ერს, ყველა მართლმადიდებელს დღეს დაიწყო დიდი მარხვა და მარხვაში რა თქმა უნდა ვალდებული ვართ, რომ გქონდეს მონანიების უნარი, ღვთის სიყვარული არასული წმინდის მოვლენების მიმართ, არამედ მართლმადიდებლების მიმართ. და ამის შემდეგ შეიძლება თუ ერთმანეთის მიმართ სინანული გაგვაჩნია, შეიძლება ნენელა ქართველებს რამე ეშვეროს. მამაო ბასილ, როგორ მიგაჩნიათ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ერმა, რომ ის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც ჭეშმარიტსაც ჩვენ მართლმადიდებლები ჭეშმარიტს უწოდებთ, არ გახდეს აი საპირწონე სხვადასხვა შემოგზავნილი სარწმუნოებებისა. მე ძალიან შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველოში, რომელიც თავისი ტოლერანტობით ცნობილი არის, ვინმეს შეუზღუდოთ რაიმე რელიგიური მიმართულებით. ალბათ თქვენაც ამავე აზრის ბრძანდებით, მაგრამ მაშინ როდესაც ეს ხდება ძალმომრეობით, ეს ხდება ოჯახებში შემოსვლით, აი დაახლოებით 4-5 დღის უკან სამი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან და აქ უნდოდა ჩვენთან შემოეტანათ რაღაც ლიტერატურა და გაგვეცინა და პირდაპირ უჩვენეთ გზისკენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც აი ეს საკითხი ასე დგას, სახელმწიფოს მანქანამ
უნდა მიიღოს და გაატაროს რაიმე ზომები თუ არა. თქვენი გადასახედიდან რამე თუ ამ ბრძოლაში მართლაც მარტო იყავით თქვენ და ამას ვერავინ ვერ დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს საქართველოს ისტორია, თუ წარსული საუკუნეების განმავლობაში მტერი როგორ გვებრძოდა და ყოველთვის საქართველოს გამოირჩეოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვით. უნდა გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის მოწამენი, წამებულნი, განსაკუთრებით 100,000 მოწამე, რომელიც მეტეხის ხიდზე ხატს ჯვარს ფეხი არ დაადგეს და თავები დააჭრეს და მტკვარში გადაყარეს, ქეთევან წამებული, დავითი კონსტანტინე ლუარსაბი, შუშანიკი და ვინ მოსulis რამდენი მოწამეები ყავდა საქართველოს. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა გადარჩენილიყო და საქართველო ერთიანი და მთლიანი ყოფილიყო. სამწუხაროდ დღეს მაგალითად ის რაც გააკეთეს 100,000 მოწამემ, ამას დღევანდელი ქართველი ხალხი ყველანი ვერ გააკეთებენ. ისიც რომ ზოგიერთი ეს სექტის წარმომადგენელი იაღველები როგორ უარყოფენ იმ ყველაფერს არის მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისათვის და მათ არ აინტერესებს არც სამშობლოს სიყვარული, აბსოლუტურად არაფერი არ აინტერესებს, მათ აინტერესებს ის რომ მოგვისპონ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება. მათ დავალება აქვს საზღვარგარეთიდან. ძალიან ბევრი ამბობს იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არის დღეს. არავით არის დამოუკიდებელი საქართველოს დღეს არ არის. საქართველოს დამოუკიდებელი იყო მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, როდესაც ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი. აი ეს რაც ქართველმა ერმა მაშინ ეს დიდი ცოდვა ჩაიდინეს, როდესაც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქრა ხალხმა და აი ეს ცოდვა ტრიალებს დღესაც საქართველოში და აი ეს ხალხი არიან დღესაც ის მხედრიონელები დღევანდელ მთავრობაში და ისინი არ გასამართლებულა და ეს ცოდვა არის რომ ტრიალებს იმ საქართველოში რომ აი ასე ოფსკულის პირას მივექანებით. უნდა გავიხსენოთ აუცილებლად როდესაც ბატონი ზვიად გამსახურდია ყველაფერი გააკეთა რომ საქართველოს დამოუკიდებელი ყოფილიყო მას არც რუსეთზე არც ამერიკაზე დამოუკიდებელი ყოფილიყო და ვიცით რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა უწოდა დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარო. დინებას ხომ მკვდარი თევზები მიხვებიან. აი ესე მიხვება დღეს საქართველოს ხელისუფლება როგორც მკვდარი თევზები დინარეს და ვიცით რომ პატარა რაიმის გაკეთება თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებას ისინი მიდიან დღეს ამერიკაში და იქიდან იღებენ რჩევას თუ როგორ უნდა მოიხსნეს და რა საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს. მე მაინტერესებს განსაკუთრებით ვეხები მართლმადიდებლობას. ვინაიდან თუ საქართველოში არ იქნება მართლმადიდებლობა, საქართველო არ იარსებებს. ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ვიახლოვდება ქრისტეს მეორედ მოსვლა და ყველა განიჭება, რა თქმა უნდა. და სამწუხაროა, როდესაც ქართველმა ხალხმა ვერ გაიგო თუ 90-ან 11 წლებში ვინ მოახდინა რევოლუცია, ეს რა თქმა უნდა შევარნაძემ გააკეთა, მან მილიონები დახარჯა და გადაიბირა მხედრიონელები, კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი და დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. აბა დღეს ვინმე მიარაღი აიღოს და გაილაშქროს სააკაშვილის წინააღმდეგ. რას უზავენ? და როდესაც უკვე რომ ქართველი ერი კვლავ შეიკრიბა ზვიად გამსახურდიას გარშემო და ისინი თქმის სამტრედიანდის იყვნენ მოსულები, ამ დროს შევარნაძემ მთელი რუსეთის ჯარი დაზრა ქართველი ერის წინააღმდეგ, ანუ ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ და ვიცით რომ მთლიანად რუსეთის ჯარმა დაიკავა მაშინ საქართველოს ჩამოიყვანეს შევარნაძე და დღესაც შევარნაძე და მისი შვილობილი მიხეილ სააკაშვილი მართავს საქართველოს. ეს სამწუხაროა, რომ ამ დროს ამათ პატრიარქიც კი აიყოლიეს და რასაც უნდა იმას აკეთებინებდნენ. შეიძლება ძალიან ბევრს გაუკვირდეს, რომ პატრიარქზე რამეს რომ ამომრა, ფაქტია რომ ეს სინამდვილე არის, რომ 1991-12 წლებში, როდესაც ზმათამკვლელი ომი მიმდინარეობდა განსაკუთრებით რუსაველის პროსპექტზე, ამ დროს პატრიარქი არ გამოვიდა და არ გააჩერა ეს ხალხი, არ ჩადგა შუაში სამღვდელოება. აგრეთვე, როდესაც ბატონი ზვიად გამსახურდია განდევნეს, ეს ვიცით 92 წლის 7 იანვარი, ეს შობის დღიდი დღესასწაულია და წუხვარ რომ საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა დიდი პურმარილი, იმის მაგივრად რომ შობა დღესასწაულად ზეიმობდნენ ბატონ ზვიად გამსახურდიას განდევნას. აი ესეთი დიდი ცოდვა მიუძღვის შევარნაძეს, დღევანდელ მთავრობასაც, რომლებიც იქ კიდე დარჩენილები არიან მხედრიონელები და მთლიანად საპატრიარქოს.
ამას ვიმკით დღეს ჩვენ და თუ ქართველმა ერმა ვერ გამოიღვიძა დროზე და ვერ მიხვდა ჭეშმარიტებას, თუ რა არის ჭეშმარიტება, არ გასამართლდა ის პუჩისტები, ის პიროვნებები, რომლებიც იარაღით ხელში დაძლებდნენ, ზვიადისებ და ხოცავდნენ ქალაქის ქუჩებში და დღესაც ისინი პარლამენტში არიან და მთავრობას მართავენ. ეს რა თქმა უნდა სამწუხარო ამბავია და ესენი კიდე გააგრძელებენ იმისათვის, რომ კვლავ დაიღვაროს საქართველოში სისხლი. ამისათვის საჭიროა სამღვდელოებამ ამოიღოს ხმა, არ გაჩუმდეს. მე შეგახსენებთ 1917 წელს იყო ასეთი ერთ-ერთი ეპისკოპოსი ოქროპირი, დავით ოქროპირი და მას როდესაც მიმართეს, რომ კი მაგრამ სამღვდელოება რატო ხმას არ იღებს, როცა საქართველო ასეთ დღეშია ჩავარდნილიო, მან თქვა, რომ საქართველოს ეკლესია არ აქვს იმისი უფლება გაჩვენოს და პირში წყალი ჩაიყენოს. როცა ხედავს საქართველოს ეკლესია ასეთ უმსგავსებას, რაც ხდება დღეს საქართველოში, აუცილებლად ხმა უნდა ამოიღოს. უნდა გავიხსენოთ ის, რომ როდესაც პარლამენტმა დაუკანონა ერთნაირი უფლებები სხვადასხვა კრიმინალურ სექტებს და მართლმადიდებლობას, მიიღო ეს კანონი პარლამენტმა და არ გავიდა რამდენიმე კვირა და თვით სინოდის ზოგიერთმა წარმომადგენლმა ხარი დაუჭერეს ამ ბინძურს აქციებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ჩამოსული იყო გარიგი მეორე და მან მოითხოვა, რომ 600-მდე ეკლესია გახსნილიყო გრიგორიული სტილის ეკლესიები. რა თქმა უნდა, ხალხი წინ აღუდგა ყოველივე ამას და მთავრობამ ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო. მაგრამ როგორც ხედავთ, ისინი ნენელა ყველაფერს ცდილობენ, რომ ნელი ტემპით გახსნათ თავიანთი ეკლესიები. აბა ერთი ქართველი ერი წავიდეს და სადმე სასუნხეთში, თუ გინდა აზერბაიჯანს, იგივე ჩვენი ჩამორთმეული ეკლესიები, რომლებიც მათ მიიტაცეს, რომ დავიბრუნოთ და იქ ქართულად აღევლინოს წირვა ლოცვები. ამას არ უშვებენ, მაგრამ საქართველოში უნდათ მათ გახსნან მეჩეთები, გრიგორიული ეკლესიები და ამაზე ხმას არავინ არ იღებენ და პირიქით ხელსაც უწყობენ. თბილისში საუკუნეების განმავლობაში ქართული ეკლესია, სომხური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა არსებობდა, იყო და ამას ახალი არ შეუშლია იმისთვის, რომ მორწმუნეებს ეცხოვრათ. მაგრამ ნორმალური ურთიერთობები ჰქონოდათ ერთმანეთთან. მაგრამ დღეს რა ხდება? რატომ არის? მე ვიცი, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობაა ახლა ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას საკითხთან დაკავშირებით. ფაქტიურად ჩამოსული იყო ბატონი მურმანი, რომელმაც ისაუბრა აღნიშნულ თემაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული მეჩეთის მშენებლობა ეს იქნება ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული უდიდესი ცოდვა და ეს ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას. ფაქტიურად ყველა საზოგადოების ყველა ფენიდან გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული შესახებ და თქვენი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით აღნიშნულ ფაქტს? თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით წლების განმავლობაში, მე როდესაც დავიწყე ბრძოლა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის, მე მუსულმანებს, ებრაელებს, კათოლიკებს, გრიგოლიანებს არასდროს არ შევხებივარ. ისინი არიან თავიანთვის, კი ბატონო, აქ თავიანთი სალოცავები და ლოცულობენ, მაგრამ ყველაზე საშიშნი არიან ისინი, ვინც ქუჩა-ქუჩა დადიან და იბირებენ ქართველ ერს. აი ესენი არიან ყველაზე საშიში. რაც შეეხება დღეს იმას, რომ სამწუხარო ამბავია და მთელი ქართველი ერი აღშფოთებული არის იმისათვის, რომ ბათუმში შენდება საქართველოს დამპყრობელი ოსმალთა ვიღაც სულთანის, რომელმაც საქართველოს პირწმინდად ააოხრა, გაანადგურა მისი სახელობის ტაძარი. ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა. ის შეიძლება ესეთი რამე გაკეთდეს? მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მთავრობა ამას როგორ უჭერს მხარს. და ეს იმას ნიშნავს, რომ ნენელა ბათუმს უკვე ვკარგავთ. ის გადავა მალე თურქეთის ხელში. საბაბი ის არის, რომ ვითომ და მათ სურთ, რომ იქ თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი ყოფილი მონასტრები რომ აღდგეს.
და იქ ქართულად აღევინოს წირვა-ლოცვები. ამას რა თქმა უნდა ისინი არ გააკეთებენ და ქართველმა ერმა რო შეძლოს როგორც არის ოშკი და სხვადასხვა იქ წმინდა მონასტრები, იმის აღდგენა ძალიან ძნელია და რომ აღადგინონ კიდევაც იქ არავინ არ გაუშვებს რომ ქართველი ხალხი მივიდეს და იქ ილოცოს, მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ქალაქ ბათუმის ცენტრში უნდათ რომ ააშენონ ეს რაღაც გრანდიოზული ვიღაც საქართველოს დამპყრობლის სახელზე მეჩეთი. ამას ქართველი ერი ნამდვილად არ დაუშვებს. მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი ჩემი მრავალათასიანი მრევლით ბათუმში, მაგრამ აქ ცოტა სხვა საბაბს მისდევენ, რომ აი ის განდგომილია საქართველოს საპატრიარქოსაგან და რატომღაც თავს ვიკავებ. მამა ობასო, აი თქვენ შეეხეთ თქვენს მრევლს. იყო ესეთი მცდელობაც რამდენადაც მე მახსოვს 91-92 წლები ძალიან ბევრმა ეკლესიამ ვარი უთხრა მორწმუნეებს და ისინი თქვენთან გადმოვიდნენ და რა იყო ამის საბაბი და რა ხდებოდა როგორ მიმდინარეობდა თვითონ ეს პროცესი? ალბათ ნამდვილად მისვენენ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და ის მორწმუნე ხალხი, ვინც ბატონ ზვიადის მხარში ედგა და წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ზვიად გამსახურია განდევნეს საქართველოში, თითქმის ყველა ზვიადისტი დააპატიმრეს. რა ზოგი დიდხანს იყო ციხეში, ზოგი მცირედი ხნით და სამსახურებიდანაც გაანთავისუფლეს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო იცი რა არის? როდესაც ეკლესიამ დაითხოვა ზვიადისტები. თბილისში დარჩენილი იყო ორი ეკლესია. ერთი იყო ჩემი გდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია, მეორე იყო პეტრე-პავლოვის ეკლესია, სადაც მოძღვარი იყო არჩილ მინდიაშვილი. აი ამ ორ ეკლესიაში გაიყვნენ ზვიადისტები. ერთ შენიერ დღეს, კვირა დღეს გამოუცხადა არჩილ მინდიაშვილმა თავის მრევლს, რომ ვინ ზვიადისტები ხართ, ჩემთან აღარ მოხვიდეთო. ამ დღეს ყველა ტირილით მოვიდა ზვიადისტები ჩემთან გდანის ლომისის ეკლესიაში და თქვა, რომ აი ესეთი ამბავი დაგვაღწია თავს არჩილ მინდიაშვილმა. რა თქმა უნდა ის თვითონ ზვიადისტად ითვლებოდა, მას არ აინტერესებდა რა თქმა უნდა ქართველი ერის ბედი და უფრო მეცაც გეტყვი, როდესაც კრება ტარდებოდა საპატრიარქოში, პატრიარქმა დამისვა საკითხი, ნუ თუ ესე იგი შენი თავი გონია ყველაზე მართალი მღვდელი და სხვა პატიოსანი მღვდელი არ არსებობსო? დაასახელე მაშინ ვინმე აი 140-მდე მღვდელი არისო და პატიოსანი მღვდლები ხო არიან დაასახელეო და მე მართლა წამოვდექი და დავასახელე პატიოსანი მღვდლები იქ. რამოდენიმე პიროვნება და მათ შორის არჩილ მინდიაშვილიც. წამოხდა ამ დროს არჩილ მინდიაშვილი, ისეთი დღე დამაღწია იქა, რომ 10 წუთი რას იგინებოდა, რას ლაპარაკობდა, ესე იგი ვერ წარმომედგინა. და მე ჟურნალისტებმა როდესაც დაუსვეს საკითხი, რომ მომბასილმა შენ პატიოსამღვდლად დაგასახელა და კი მაგრამ რა თატეხი რაღაც ისეთი განგაში იქა, რაღაც უადგილოდ დამასახელო. უხერხული გახდა, მე რომ პატიოსანად დავასახელე, ვითომ პატიოსანი მღვდელი. სინამდვილეში მას პატიოსნობის არაფერი არ ემჩნეოდა, რომ აბა ადამიანი, რომელიც ზვიადისტებს, იმ ხალხს, რომელსაც სამშობლო უყვარდა და ეკლესიიდან დაითხოვს, იმას რა უნდა ელაპარაკო? მას აინტერესებდა თავისი ოჯახი, სხვა აბსოლუტურად არაფერი არ აინტერესებდა, მაგრამ მე მაშინაც და დღესაც მაინტერესებს საქართველოს ბედი. ჩემ თავზე მე არადროს არ მიზრუნვია, არც ფუფუნებით არ ვიცხოვრია და არც იმაზე ვფიქრობ, რა მანქანით რა იმით ვიარო, დღეს ხედავთ, რომ თითქმის ყველა სასულიერო პირი ჯიპები დადია, მაგრამ წლების განმავლობაში რაღაც ძველი 24-ით დავდივარ და 5 ეკლესია მაქვს აშენებული ამ 24-ით. და არც მინდა მე ფუფუნობაზე არ ცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სურვილი არის, რომ ქართველი ერი იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი, გადარჩეს საქართველოში მართლმადიდებლობა და საქართველოს მიწაწყალი, როდესაც იყო დავით აღმაშენებლის დროს ერთიანად გაერთიანებული, კვლავ ისეთი ვიხილოთ. მამა ობასილ, რატომ მანდამაინც ბერძნულ ეკლესიას დაემორჩილეთ და აირჩიეთ? ნუ თუ სხვა ეკლესიები კი, რა თქმა უნდა, მე როდესაც საქართველოს საპატრიარქოს გამოვეყავი, ფიქრობდი, რომ რომელ ეკლესიაში წავსულიყავი. და ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო, რომ რუსეთის ეკლესიაში წავსულიყავი. მაშინ ძალიან დიდხანს ვიფიქრე, რომ იმასაც ხვდებოდი თუ მომავალში რა იქნებოდა.
რომ ალბათ გამომაცხადები რუსეთის აგენტად გამომაცხადებდნენ, მაშინ არ იყო ესე 95 წელს, მაგრამ მომავალში ხო ვიცოდი რაც მოხდებოდა. და ამიტომ გადავწყვიტე რომ საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მივმემართა. საბერძნეთში არის, მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ იქ არის 8 სინოდი. ამ 8 სინოდიდან 6 არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი, ის 2 სინოდი და განსაკუთრებით ის სინოდი, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასთან ექვსქარისტული კავშირი აქვს, ისინი არიან ახალ სტილზე. ისინი ძველი სტილის კალენდრით არ არიან. საქართველოს ეკლესია ვიცით, რომ ძველი სტილის კალენდრის მიმდევრები არის. ისინი აღდგომას, ამაღლებას, შობას, წმინდა გიორგობას, ღვთისმშობლობას 2 კვირით ადრე ზეიმობენ და ამათთან არავითარი კავშირი არ აქვს. მინდა ქართველმა ხალხმა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნება მთელ მსოფლიოში. უნდა გავიხსენოთ ის მაგალითი, როდესაც მთელი მსოფლიო თითქმის იკრიბება იერუსალიმში, აღდგომის საფლავზე იქ. და აღდგომის დღეს როგორ გადმოდის ცეცხლი და ეს გადმოდის მართლმადიდებელ პატრიარქს. სხვაზე არ გამოდის. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი იქ არ შეუშვეს, იქ გრიგორიული პატრიარქი შევიდა და მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ დადგა ტაძარში და გარეთ გადმოვიდა ცეცხლი და ის შიგნით არ გადმოვიდა საკურთხეველში. აი ეს დამადასტურებელი არის ის, აგრეთვე უნდა გავიხსენოთ ფერისცვალება, როდესაც არის თაბორის თავზე, ყოველთვის ამ დღისით მთლიანად ღრუბლით იფარება თაბორის მთა. და უამრავი სასწაულები არსებობს, დოგმატები, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოები, თუ რომელ ძველი სტილის კალენდრით, რომელ დღეს არის ეს დღესასწაული. ამის უარყოფა არ შეიძლება. მამაობასე, არ შემიძლია არ შევეხო ბლდანის ეკლესიის დანგრევის ცდელობას, აი როდესაც თქვენი დაპატიმრება უნდათ, თქვენ შეგიყავით გამაგრებული და რა მოხდა მაშინ და ამაზე ფაქტიურად აი ესე ღიად არასდროს არ თქმულა, იყო რაღაც ნაწყვეტები, მაგრამ მოდით დეტალურად გაიხსენეთ ყოველივე ეს და ვისაუბროთ ამ თემის. 2004 წელს 11 მარტს მე როდესაც შევიტყე რომ უნდა დავეპატიმრებინე, ეს მითითება ჰქონდა სააკაშვილის ამერიკიდან, გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და მე ჩავბარებულიყავი და ბოლოს მემხილებინა. 11 მარტს სახალხო დამცველის ოფისში ყველა ტელევიზიების თვალწინ გავმართე პრესკონფერენცია, იქ იყო პოლიციაც რა თქმა უნდა და მოუწოდე მას, თუ დასაპატიმრებელი ვარ, დამაპატიმრეთ ეხლავე მეთქი. და პრესკონფერენცია როდესაც დამთავრდა, 9 საათი კიდევ ვიყავი იქ, რომ ველოდებოდი თუ დასაპატიმრებელი რომ დავეპატიმრებინე. ვიცოდი რომ მათ რამ ზაკრული გეგმა ჰქონდა ჩადებული. ისიც ვიცოდი რომ მათ უნდა დიდძალი იარაღის შემოტანა ეკლესიის ტერიტორიაზე. და ვითომ დამიჭერდნენ მე იქ ამ დიდი ძალი იარაღით და ჩვენ ვითომ და ასლან აბაშიძეს ვეხმარებოდით და იმისი ჯარი იყო გდანის ეკლესიაში განლაგებული. აი ესეთი ჭორი გაუშვა მაშინ ნაცმოძრაობამ. როდესაც დავბრუნდი ეკლესიაში, აბსოლუტურად წინააღმდეგობა არავის არ გაუწევია. როდესაც შევნელდა, უკვე ხედავდი რომ ეკლესიის ირგვლივ იკრიბებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პოლიციელი იყო ნაცნობი, იყო მორწმუნე პიროვნებები და ეუბნებოდნენ რომ ბრძანება გვაქვს რომ ამალა უნდა დაგაპატიმროთ თქვენ. მე ვუთხარი დამაპატიმრეთ რაღაც უცდით მე ვუთხარი. მაგრამ მათ მოაყენეს ერთი მანქანა ეგრეთ წოდებული რაფი სავსე იარაღით, გრანტამიოტით, იქ ყველანაირი იარაღები იყო, ღობის ახლოს გააჩერეს ეს, იქ ჩვენ კირის ორბო ჰქონდა დიდი 2 მეტრიანი ამოთხრილი და დავალება ჰქონდათ რომ იმ კირის ორბოში უნდა ჩაეწყოთ ეს ტომარებში ჩაწყობილი ეს იარაღი. და თელი ღამის განმავლობაში პოლიციას ფეხი არ შემოუდგია, სინამდვილე უნდა ითქვას და დილის 7:30-ზე უკვე მრევლი, ჩემი მრევლი ღამის ნათევით ამ მარხვა იყო და როდესაც ეს იარაღის შემოტანა ვერ მოახერხეს, თან ჟურნალისტები იყვნენ იქა და ჟურნალისტები გაფრთხილებული მყავდა რომ ამ ზაკრული გეგმა ჰქონდა ჩანაფიქრი და დილით რას ხედავთ 7:30-ზე განახვესილეს საშინელი შტურმი. პირველ რიგში შემოვარდა ეს სპეცნაზი, სამხედრო მანქანები და მთლიანად გლდანში იყო, რაც საქართველოში ჯარია, მთლიანად გლდანში მოიყვანეს. გეკითხებით თქვენ, რა თუნდოდა ერთ მღვდლის დაპატიმრებას მთლიანად ჯარი, სპეცნაზი და ამდენი
მანქანები და რა ვიცი ვინ მოსulis მე მგონი ყველამ ნახა და დღესაც საიტზე არის ჩვენი დარბევის კადრები YouTube-ში Facebook-ზე და შეუძლია ყველამ ნახოს ის დარბევის კადრები და საშინელი შტურმი განახორციელეს რა თქმა უნდა მრევლი არ დასწმობდა რომ მე გავეყოლებინი ამ სპეცნაზელებს ეკლესიაში ლოცულობდი კარები ჩაკეტილი მქონდა რა თქმა უნდა და როდესაც ვიგრძენი რომ სამჯერ ურალის ტიპის მანქანამ დაარტყა ტაძარ და შემოანგრია კარები ეს კარები თითქმის შუა ეკლესიაში შემოვარდა და შემოცვიდნენ დამარტყეს ხელკეტი და გამთიშეს და წარმოიდგინეთ თრევით გამათრიეს ერთი 200 მეტრა გზამდის და თან ფეხებს მირტყავდნენ წელზე და ციხეში როდესაც მე მიყვანეს წელი მქონდა მთლიანად დალურჯებული ერთის პატარა სასწაულიც უნდა გითხრა როდესაც შემაგდეს ამ რაბში რამდენიმე სპეცნაზელმა დამიწყო ცემა და დანარჩენმა სპეცნაზელებმა ჩემი მხარე დაიკავეს ის გაიყო თითქმის შუაზე და ერთმანეთში მოუვიდა ჭკუები და ზოგმა იქვე მიატოვა ეს სპეცნაზელობა ჩავიდნენ ამ რაფიდან და შემდეგ რა მოხდა დიდი სასწაული გადიოდა წლები ზოგი ჩემთან მოდიოდა ციხეში ეს სპეცნაზელები ზოგს ვინ მოუკვდა იცით რომ მანქანაზე ვინც იჯდა მძღოლი ვინც იყო ორ კვირაში გარდაიცვალა ის პიროვნება სინამდვილეში ვინც იყო მძღოლი ის არ დაჯდა იმ მანქანაზე სხვა პიროვნება დაჯდა და აი ის ორ კვირაში გარდაიცვალა ერთი სასწაული მინდა კიდე გითხრათ რომ სამი პიროვნება იყო ჩემთან ციხეში მოსული და მითხრა რომ სამაჩაბლოში მივდივართო ეს იყო 2006 წელი თუ არ ვცდები და უნდა მოვინანიოთო რა ვიციო შეიძლება იქ დავიღუპოთ ჩვენო რა თქმა უნდა შეუნდა ციხეში იყვნენ ჩემთან მოსულები წამოვიდნენ ეკლესიაში ღამის 12 საათზე მივიდნენ იქა გაუღეს ეკლესია ილოცეს და თქვეს რომ ამოვისუნთქეთო და ის ხონებულები წავიდნენ და იმ ღამეს იქ აფეთქდნენ და სამთავე პიროვნება დაიღუპა მაინც მოინანიოს ღმერთმა შეუნდა ვინც მოდიან დღესაც ძალიან ბევრი მოდიან ისეთი პიროვნებები ზოგი სამხედრო ამომბერო ჩვენ არ ვიცოდით ძალით მოგვიყვანეს იქ და ყველა დაიჯება რა თქმა უნდა თუ თავის დროზე არ მოინანია აი ეს ეკლესიის დარბევაში ვინც მიიღო მონაწილეობა განსაკუთრებით აქტიურობდა თავთუხაშვილი რომელიც დღეს დაბრმავდა და უკვე თვალებიდან ვეღარ იყურება დაბრმავდებოდა მაგრამ იქნებოდა როდესაც ეკლესიას არბევდა და ასრულებდა იმ სატანების დავალებას და აი ესე დამაპატიმრეს და თითქმის 5 წელი გამატარებინეს ციხეში მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის მაგრამ ჩემ მრავალ ათასიან მრევლს არ შეუწყვეტია ლოცვა ბრძოლა და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის რომ გაძლიერებულად ელოცათ რათა მშვიდობიანად გამოსულიყო იმ ციხიდან და მართლაც ასე ასრულებდა რამდენადაც ვიცი ძალიან ბევრჯერ იყო შემოთავაზება შეწყალების შესახებ და თქვენ ყოველთვის ვარს ამბობთ. კი, რა თქმა უნდა. როდესაც თითქმის ნახევარი ეს სროკი მოვიხადე, ვადა უფრო სწორად. ამ დროს მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნეოდნენ რომ სააკაშვილს უნდა შენი შეწყალება. აგრეთვე ბევრი მადანაშაულებს იმაზე რომ იცით რომ პატრიარქი მოვიდა ჩემთან ციხეში და მე არ მივიღე. რატომ არ მივიღე? არ მივიღე იმისათვის რომ როდესაც შემოვიდა ჩემთან ციხეში მე შეუთვალე მას როდესაც გამოგზანა ჩემთან პიროვნება და შეხვედრა ითხოვა ჩემთან რომ დავსხდეთ ერთ-ერთ ოთახში და ვისაუბროთ ყველა მტკივნეულ საკითხზე. მაგრამ მან მითხრა რომ ჟურნალისტების თვალდასწრებით უნდა ჩავსულიყავი ეზოში და ჟურნალისტებს უნდა გადაიღოთ ყოველივე ჩვენი საუბარი. მე ეს რა თქმა უნდა ეს იყო პიარი, მე ეს არ გავაკეთე და ამისათვის არ შევხვდი და არც შეწყალებით არ გამოვსული ვარ და ჩემი ის ვადა ბოლომდის მოვიხადე და პირნათლად შევასრულე ღმერთის წინაშე მე მოსანანებელი რამდენად არაფერი არ მჭირს არც არასოდეს არ მოვინანიებ მე შეიძლება მოვინანიო პირადულად თუ ვიღაცას ვაწყეინე მე ჟულის კანონი არ დამირღვევია მე თუ ვიჯექი ციხეში ვიჯექი ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის და მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის მე ეს მიამაყება და რა თქმა უნდა მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ დავიცვა მართლმადიდებლობა და იყვარდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ბედკრული საქართველო. აი პოლიტიკურ პერიპეტიებს როგორ უცქერით ახლა საქართველოში შეიძლება ცოტა ვამკითხოს რო ვსვამ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი გადასახედიდან. აი გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ფაქტიურად
გარკვეული სტაგნაცია, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო, შეარყია და ხალხს რაღაცის იმედი მიეცა. თქვენი გადასახედიდან დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა არის მთლიანად საქართველოში. ვინაიდან ყველას სურს პირველობა, ყველას თითქმის უნდა პრეზიდენტობა, მაგრამ იმას არ ფიქრობენ, რომ შეძლებენ თუ არა ისინი საქართველოს მართვას. ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ყავდა ისეთი კონკურენტი, რომელიც პრეტენზიას გამოსთქვამდა საქართველოს პრეზიდენტობისათვის და აი გამოჩნდა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მე მოხარული ვარ, რომ ვიღაცა გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელსაც გული შესტკივა საქართველოსათვის, მაგრამ მე როგორც სასულიერო პირს მაინტერესებს მართლმადიდებლობა. ის იქნება მართლმადიდებლობის დამცველი თუ არა. პრესაში მე ხშირად ვახსენებ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად თავისთან აიყვაროს ვიღაც ისეთი სასულიერო პირი, რომელმაც ძალიან კარგად იცის დიდი ჯულის კანონი, ვისაც უყვარს საქართველო და მართლმადიდებლობა. აუცილებლად რჩეველი უნდა ჰყავდეს ამ დარგში. თუნდა ბიძინა ივანიშვილს რომ გაყვეს ქართველი ერი და ძალიან ბევრს უხარია, რა თქმა უნდა, რომ ის გამოჩნდა ესე ასპარეზზე და ვიცით, მისი გაკეთებული მრავალი კეთილი საქმე, საქველმოქმედო საქმეები, მან აუცილებლად გვერდში უნდა დაიყენოს ისეთი პიროვნებები, რომლებსაც საქართველო უყვარს. და მონაწილეობა არ მიუღიათ იმ პუჩში, როდესაც ზვიად გამსახურდია დაამხეს. მან აუცილებლად უნდა ჩამოიცილოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, ბერძენიშვილები, ხიდაშელი, უსუპაშვილი და კიდე ისეთი პიროვნებები, ვისაც სისხლი აქვს დაღვრილი ქართველი ერის წინაშე და ვინც ავტომატებით დარბოდნენ 91-92 წელს, ესეთი პიროვნებები არ უნდა დაიყენოს გვერდში და უნდა შეეკრიბოს მან ისეთი პიროვნებები, რა თქმა უნდა, ვისაც გული შესტკივა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის. მე ძალიან მწუხარ, რომ ლეიბორისტები მან გვერდში არ დაიყენა. დღეს ძალიან ბევრი ხალხი კმაყოფილია ლეიბორისტების, ვინაიდან ისინი ხშირად გამოდიან და მოითხოვენ ამ გაჭირების ჟამს, რომ იყოს უფასო სამედიცინო დახმარება. აგრეთვე გადასახადები. წარმოიდგინეთ, დღეს ხალხი იხოცება, ამაზე ხმას არავინ არ იღებს. მე მაინტერესებს, რატომ არიან გაჩუმებულები ეს ინტელიგენცია? რატომ არის გაჩუმებული ის ხალხი, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე? როდესაც ხალხი იღუპება, როდესაც ფული არ აქვს, რომ საავადმყოფოში წავიდეს და ოპერაცია გაიგეთოს. 3000 ლარზე ნაკლები არც ერთი ოპერაცია არ არის დღეს. როდესაც საავადმყოფი მიდის საავადმყოფოში, ეუბნებიან პირველ რიგში, რომ გაქვს თუ არა ფული. შეიძლება ის ინფარქტი ჰქონდეს, შეიძლება სისხლის დიოდეს, სადაც ავარიაში მოხვა. იმას კი არ ეკითხებიან, რომ პირველი დახმარება აღმოუჩინონ. ფული აქვს თუ არა, რომ გადაიხადოს. აი დღეს რა რეჟიმი არის. წარმოიდგინეთ, შევარდნაძეს დროს არ იყო ასეთი დიდი თანხები საავადმყოფოებში, როგორც დღეს არის. და ფაქტიურად ქართული ხალხი იხოცება, არ აქვს იმის საშუალება, რომ იმკურნალოს, ამაზე ხმას არავინ არ იღებს და ამიტომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა წარმოადგინოს თავისი პროგრამა და პირველ რიგში უნდა აუხსნას ქართველ ერს და გაჭირებულ ხალხს, რომ სამედიცინო დახმარება იქნება უფასო გაჭირებული ხალხისათვის, რა თქმა უნდა. და ვისაც თუ უნდა მილიონერებს მკურნალობა, იმკურნალოს სადაც უნდა ფასიან საავადმყოფოებში, მაგრამ ეს ძალიან ცუდი არის და თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აუცილებლად სასულიერო პირი უნდა აიყვანოს რჩევლად და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოში დავიცვათ მართლმადიდებლობა. შეიძლება თქვან, რომ აი ამერიკიდან არის მითითება, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მცირე რელიგიის წარმომადგენლებს. კი ბატონო, ისინი იყვნენ, მათ არავინ არ ეხება, მხოლოდ ნუ დადიან ქუჩაში და პროზელიტს ნუ ეწევიან. დღეს სამარცხვინოა ქართველი ერისთვის, წავიდნენ რომელ ქვეყანაში ხდება ესე. დადიან ქუჩაში, ბინაში გვივარდებიან, ვიგინებენ მართლმადიდებლობას და ქართველი ერი გაჩუმებული არის. სირცხვილია ქართველი ერო, სირცხვილია. ამოიღეთ ხმა. მეტისმოქმედება არ შეიძლება. როდესაც ღმერთს გიგინებენ, სამშობლოს გიგინებენ, ღვთისმშობელს გიგინებენ, წმინდა გიორგს გიგინებენ. როგორ ახართ გაჩუმებული, გეკითხებით. რა სიცოცხლე აქვს თქვენ ფას? ამოიღეთ ხმა სანამ დრო არის. თორე დაიღუპება ქართველი ერი და მერე გვიან იქნება. მამაო ვასილ. ბატონმა ზვიად გამსახურდია
თავის დროზე საკმაოდ დიდი სულიერი საზრდო მისცა ქართველ ერს. ანუ მე მხედველობაში მაქვს ის აღდგენება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეხებოდა. და როგორ ფიქრობთ, ისევ დაბრუნდება ისეთივე აღდგენება ქართველ ერში, როგორც იყო და შეძლებს კი ქართველი ერი ამ აი ესეთ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ფაქტიურად ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგევართ, გავხსნით ჭხილებს, იმიტომ რომ ირანის წინააღმდეგ ძალიან დიდი დაძაბულობაა, ფაქტიურად რუსეთი უჭერს მხარს ირანს, იმიტომ ხელშეკრულება აქვს შეკრული, დადებული ერთმანეთთან ორ სახელმწიფოს და საქართველო დარჩენილია ფაქტიურად თავის ამარა და მხოლოდ და მხოლოდ იმ აღდგინებით, რომელიც ქართველ ერშია და რომელსაც მას უფალი აძლევს. Ახლა თქვენ შეეხეთ ამ საკითხს და დაწვრილებით მინდა ახსნა განმარტება გავაკეთო. ვინაიდან საქართველო ეს არის უფლის რჩეული და ყველას სურს რომ დაიმონოს საქართველო. ჩვენ ვიცით და დღეს სააკაშვილი გამოდის და ამბობს რომ საქართველოს ადრე არავინ არ იცნობდა, დღეს ყველა იცნობს მთელ მსოფლიოში საქართველოს. რატომ გაცხადა საქართველოს სახელი? ადრე თუ ქრისტეს შობა მოხდა იერუსალიმში, პალესტინაში, ვინაიდან ის ცენტრი იყო მაშინ იქ. აი ქრისტეს მეორედ მოსვლა უკვე მოხდება ძირითადი, ეს იქნება საქართველოში. მე არ ვიცი როგორ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ ცხოვრება, მაგრამ წმინდა მამებისგან ვიცით რომ მთელი მსოფლიო ქართულ ენაზე უნდა ამეტყველდეს. ამიტომ არის რომ დღეს სატანური ძალები ვებრძიან საქართველოს და განსაკუთრებით მართლმადიდებლობას, აქეთ რუსეთი, იქით ამერიკა და ისინი ყველაფერს აკეთებენ აი ამ პატარა საქართველოსათვის, რომ დაიმონონ. ძალიან სამწუხაროა და მინდა ისიც რომ მე მართალია პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ წინასწარ ვგრძნობ. მალე დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. ამ ომში ჩათრეული იქნება ნაწილობრივ საქართველოს, ვინაიდან რაც ხდება ძალიან მშვენივრად ვიცით რომ დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი ერევა იმ საქმეებში, რასაც არ უნდა შეერიოს, ხან ამერიკისკენ არის, ხან იქით არის, ხან იქით, მაგისას ვერაფერს ვერ გაიგებ და არ შეიძლება რომ მაგალითად რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ისეთი დიდი იმპერიის პრეზიდენტს, ქონდრის კაცს, ლილიპუტას უწოდებს და აღიზიანებს და ამის გამო მთელი ქართველი ერი გადაიკიდა რუსეთმა, ჩვენ ყველა მტკივნეული საკითხი უნდა მოვაგვაროთ ეკლესიურად და მშვიდობიანად და არა ომით. ის იყო სამარცხვინო, რაც გაკეთდა 2008 წელს. როგორ შეიძლება ასეთ დიდ სახელმწიფოს დაუწყოთ ბრძოლა? აიღეთ სასომხეთი. წარმოიდგინეთ, სომეხი ხალხი ისე ჭკვიანად მოიქცა და როდესაც მიწისძვრა იყო და დანგრეული მთლიანად სპეტაკი და ნახევარი სასომხეთი, რუსეთს ააშენებინა მთელი დანგრეული სასომხეთი და ჩვენ კიდე ამ ხელნას სახელმწიფო ვერ გამოვიყენეთ და პირიქით იქით დაუწყეთ ბრძოლა და რა მოხდა 20% საქართველოს მიწაწყლის წაგვართვეს. ეხლა ისმის კითხვა რომ რუსეთია საშიში თუ ამერიკა არის საშიში. რა თქმა უნდა ორივე ქვეყანა საშიშია, ამიტომ იყო რომ ბატონი ზვიად გამსახურდია, ყველაფერს აკეთებდა რომ არც რუსეთს და არც ამერიკას არ დამორჩილებოდა, მაგრამ მათთან კავშირი სურდა ისეთი არა როგორც სააკაშვილის პატარა რაღაც რომ უნდა გადაწყვიტოს მირბის ამერიკაში აიღოს რჩევას, ჩამოა იმას გააკეთებს. ჯერ იყო და საქართველოსში ამერიკის ელჩი განაგებდა მთლიანად საქართველოს, იმის გარეშე არაფერი არ წყდებოდა. პატარა სამანტყოფო იქნება თუ რაღაც რომ გაიხსნა საქართველოში, ამერიკის ელჩს დაარბეინებენ იქა და იმასთან ერთად ხსნიან. გამოდის რომ ფაქტიურად ამერიკის ერთ-ერთი შტატი ვართ და არავითარი დამოუკიდებელი საქართველოს დღეს არ არსებობს. და ყველაზე საშიში ის არის რომ როგორც მე აღვნიშნეთ, მოსალოდნელია მესამე მსოფლიო ომი და რატომ ხართ ასე დარწმუნებული? დარწმუნებული ვარ იმისათვის რომ ყველაფერი მოახლოებული არის, უკვე მომწიფებულია. წარმოიდგინეთ ღმერთმა არ მისცა მთელ მსოფლიოს კაცობრიობას
იმისი საშუალება 20 საუკუნის განმავლობაში, რაც აი ბოლო 50 წლის განმავლობაში გამოიგონა. თუ გინდა ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელევიზია, ყველაფერი. დღეს ქართველებს, აგრეთვე მართლმადიდებლებს აღარ სცალიათ რომ ილოცო და ამ ლოცვით გადარჩეს საერთოდ მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა. და ამიტომ არის რომ ღმერთი არ დააყოვნებს და მისი მეორედ მოსვლის წინ, როგორც გამოცხადებაში წერია, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და ამას მოჰყვება რა თქმა უნდა ქრისტეს მეორედ მოსვლა. და ეს ჟამი უკვე მოახლოებულია. აი მეტი ცხოვრება უკვე შეუძლებელია მორწმუნე ადამიანის თვალით რო გადავხედოთ, შეუძლებელია ფაქტიურად. მე როდესაც 2000 წელს ათონის წმინდა მთაზე ვიყავი, მაინტერესებდა, ჯერ ის მაინტერესებდა საერთოდ რომ არ ვიცოდით რომელი იყო ჭეშმარიტი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. და ამის გულისათვის უფრო წავედი იქ და 3 დღის განმავლობაში ვიყავი ერთა მონასტერში. რა თქმა უნდა, ის ბერძნები იქ ძალიან სუდათ უყურებენ ქართველ ხალხს და სასულიერო პირი როდესაც იქ ჩავა, რომ არ უნდათ რომ ქართველი მერმა დაიმკვიდროს ივერთა მონასტერში. ისინი დღეს ბერძნებთან აქვს დაკავებული. იქ წმინდა მამებს ვეკითხებოდი, აი მოხუცები ვინც იყვნენ იქ 90-80 წლის ბერები, რომელიც თითქმის სული წმინდის მადლით ლაპარაკობდნენ და მაინტერესებდა მათი აზრი, რა თქმა უნდა და მათ განმარტეს, რომ ძალიან ახლო არის ჟამი ქრისტეს მეორედ მოსვლის. აი ეს ათონის მთა აუცილებლად ჩაიძირებაო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი დასტოვებს ათონის მთას და წაბრძანდება საქართველოში. ეს სხვადასხვა წმინდა მამებსაც აქვს წინასწარ მეტყვი ამის შესახებ გამონათქვამი. მოდიშით და მე როდესაც განმავლობაში ლოცულობდი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ ივერთა მონასტერში, შევპირდი რომ საქართველოში როდესაც დაუბრუნდებოდი, მის სახელობის ტაძარს ავაშენებდი. და მართლაც წარმოიდგინეთ, შევისყიდეთ ადგილი და თბილისში ყველაზე გრანდიოზული ეკლესია ავაშენეთ. სამების შემდეგ ყველაზე დიდი ეკლესია არის ჩვენი. მართალია ის მოსაპირკეთებელია, მაგრამ ფაქტიურად იქ თითქმის ყველაფერი გაკეთებულია. სამრეკლო გავაკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში არ არის. ციხეში გავაკეთე მისი პროექტი და მშენებელი ინჟინერიც მე ვიყავი. და გავაკეთეთ დღეს რომ გაივლის იქ ადამიანი, ეს სიამოვნება, ისეთნაირად გვაქვს მოწყობილი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც კარის მცველად ითვლება, ის გარეთ სამრეკლოზე გვაქვს გაკეთებული, რომ გამოვლელი ყველა ხედავს და აგრეთვე ღამით რომ მოოდ ეკლესია დაკეტილია, ის შეუძლია სანთელი დაანთო. მე რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის, საქართველოს გადარჩენისათვის და წუხარ რომ ძალიან ბევრი მე გამკვეთილად მომიხსენიებს, მაგრამ მინდა გაუწყოთ ყველამ და გაიგოთ ჭეშმარიტება რა მოხდა. მე 95 წელს განუდექი საქართველოს საპატრიარქოს, რის გულისთვისაც მე წეღან აგიხსენით და დავემორჩილე საბერძნეთის ერთ-ერთ წმინდა სინოდს, მიტროპოლიტ კვიპრიანეს, რომელსაც ხელდასხმა ჰქონდა ამერიკაში მყოფ რუსეთის ემიგრაციული ეკლესიის ვიტალისაგან, მიტროპოლიტ ვიტალისაგან, რომელიც მთელი მსოფლიოში აღიარებს მიტროპოლიტ ვიტალის. და დღეს მე ვითვლები, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ სასულიერო პირად, ჩემი ყველა შესრულებული საეკლესიო რიტუალი არის ჭეშმარიტი, ამის დამადასტურებელი არის ის, რომ 10 წლის ნაკურთხი წყალიც დღეს ისევ აქვთ ხალხს და დიდი სასწაული მოხდა, როდესაც 3 წლის წინა 11 გრადუსი ყინვა იყო, აი ეს ღია ცისქვეშ ლოცულობდით და ნაკურთხი წყალი გარეთ იდგა. მინაში იყო ჩასული ეს წყალი და წარმოედგინეთ არ გაიყინა. მის გვერდზე სხვა წყალი გაიყინა და ნაკურთხი წყალი არ გაიყინა. თუ მე არ მაქვს ძალა, რატომ მოხდა ასეთი დიდი სასწაული? ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ჩემი საეკლესიო შესრულებული რიტუალი არის ჭეშმარიტი. მე ვისა დიდი ჯულის კანონს და ვასრულებ რაც წმინდა მამებისაგან არის დაწესებული. დედა ეკლესიას მე არ გავშოვნებულ ვარ, დედა ეკლესია ითვლება ის, რაც ქრისტე მაცხოვარმა და მისმა მოციქულებმა დაგვიტოვეს. და ვასრულებ ივანე ოქროპირის წირვას, როგორც ტიპიკონით არის, ვასილი დიდის და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ერთი ნაბიჯი და ერთი სიტყვით არ გადაუხუო მართლმადიდებლობას. სიურფას ხელმაყურებლებო, ჩვენთვის გაგუთვლილი დრო ამოიწურა, მე გემშვიდობებით, მადლობას გეუბნებით სტუდიაში მოგზაურობისათვის. მადლობას ვუხდი, ვინც მისმენდა.
მინდა რომ მოგიწოდოთ ყველას რომ ვიყვეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი თუ გვინდა რომ საქართველო გადარჩეს. კარგად ბრძანდებოდეთ.